მინდა ვუპასუხო ლელას კომენტარს. ზეითუნის ზეთი ერთადერთი ზეთია, რომელიც მაღალ ტემპერატურაზეც არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. მნიშვნელობა არ აქვს ის ცივად დაწურულია თუ არა. ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი მიღებულია ცივი დაწურვის მეთოდით. ამ დროს გამოიყენება ტემპერატურა 27 გრადუს ცელსიუსამდე. არავითარ შემთხვევაში ამაზე მაღალი ტემპერატურა არ გამოიყენება. იმის გამო, რომ შეინარჩუნოს ზეითუნის ზეთმა მისი სასარგებლო თვისებები. ანუ დამზადების დროს მასზე არ ზემოქმედებენ მაღალი ტემპერატურით. ის არის პირველადი ზეთი, რომელიც არ გადის ქიმიურ და თერმულ დამუშავებას. და უკვე 190 გრადუსზე ექსტრა ვირჯინი იწყებს წვას, წარმოქმნის კვამლის წერტილს, ეგრეთ წოდებულს და ამ დროს იშლება მისი სასარგებლო თვისებები. ახლა რაც შეეხება მეორე ზეითუნის ზეთს, რომელსაც იყენებენ შესაწვავად. ეს არის ჰიდროგენიზებული ზეითუნის ზეთი. მას ამუშავებენ ქიმიურად, ანუ მის სტრუქტურაში უმატებენ წყალბადს, რათა გახდეს უფრო მყარი ოთახის ტემპერატურაზე და კონდეს უფრო გრძელი ვადა და გაუძლოს მაღალ ტემპერატურაზე შეწვას ან გამოცხობას. მაგრამ ასეთ ზეთში დაკარგულია სასარგებლო თვისებები და მასში უკვე ჭარბობს ტრანსცხიმები, რომელიც იწვევს ქოლესტერინის მატებას და გულის დაავადებებს. სწორედ ეს ზეთია, რომელზეც ამბობენ, რომ გამოიყენება შესაწვავადაც და ასევე საჭმელზე ზემოდან მოსასხამადაც. ხოლო ექსტრა ვირჯინი გამოიყენება მხოლოდ საჭმელზე ბოლოს დასამატებლად. იმიტომ რომ მივიღოთ მისგან მეტი სარგებელი. და ზოგადად დაბალანსებული კვება გულისხმობს, რომ ადამიანს მივაწოდოთ ყველა პროდუქტი ისე, რომ მისგან მიიღოს რაც შეიძლება მეტი სარგებელი. ამიტომ ვთავაზობ მხოლოდ ექსტრა ვირჯინის ზეთს და ისიც ცივად გამოსაყენებლად. ანუ ექსტრა ვირჯინს არ ვაცხელებთ, იმიტომ რომ თავის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს და შესაწვავი ზეითუნის ზეთი, როგორც თქვენ უწოდებთ, ანუ ჰიდროგენიზებული ზეთი, არის უკვე სასარგებლო თვისებებ დაკარგული ზეთი. ასე რომ აკრძალული არაფერი არ გაქვთ, არჩევანი თქვენზეა, რას აირჩევთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროდუქტი ჯობია მიიღოთ სწორად, რათა ამ პროდუქტებიდან მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სარგებელი.